დაახლოებით ერთკვირიანი გაუჩინარების შემდეგ მამუკა მდინარაძე დღეს საკანონმდებლო ორგანოში გადაიღეს. ჟურნალისტებმა მდინარაძემ თქვა, რომ მას დასამალი არაფერი აქვს, ნებისმიერ კითხვაზე შეუძლია პასუხის გაცემა, არსად დამალულა და საკუთარი გაუჩინარება დაუკავშირა წინა საარჩევნო პერიოდს. ბუნებრივია ჟურნალისტებმა კითხვები დასვეს თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო სუიციდის მცდელობის ბურუსით მოცულ საქმეზე და მამუკა მდინარაძემ სცადა, რომ მისრები სრულად კრიტიკული მედიისკენ მიემართა. თქვა, რომ ქართულ ოცნებას თორნიკე რიჟვაძე კორუფციაში აქამდე არასდროს დაუდანაშაულებია და ყველაფერი კრიტიკული მედიის ბრალია. ამავე კონტექსტში ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა ახსენა, ჩვენი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და რაკიღა ქართული ოცნება ტელეპირველის ეთერში მოსვლას ვერ ბედავს. ჩვენი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი იძულებული გახდა, რომ ჟურნალისტების თანდასწრებით, თუმცა მამუკა მდინარაძესთვის კითხვები ტელეფონის მეშვეობით დაესვა. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ მდინარაძის ვრცელი კომენტარის პირველი ნაწილი. რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძეს. თორნიკე რიჟვაძე არის ადამიანი, რომელმაც ჩვენ გუნდში ძალიან ბევრი რამე გააკეთა და აჭარისთვის მართლა ძალიან ბევრი რამე გააკეთა. ძალიან ბევრი რაღაც. მისთვის კორუფცია არავის დაუბრალებია, მისთვის მით უმეტეს, რაც მან წერილში დაწერა, როგორც ჩანს, მისი წერილია, ნარკომოვაჭრეობის ფარველობა მით უმეტეს არავის დაუბრალებია, მხოლოდ და მხოლოდ ასეთი რა ჩვენ საჯაროდაც კი გვინახავს ასეთი წამოსული არის ნაცმედიის და როგორც კი ვინმე მძლავრად დაუპირისპირდება კორუფციას, იმ წუთას მასზე ახორციელებს დათმობს. და მესამე, თორნიკე რიჟვაძისთვის არავის ხელისუფლებიდან არაფერი დაუბრალებია საერთოდ. თუ კი ვინმე თორნიკე რიჟვაძის მის ოჯახს ერთი წამი მის ოჯახს დააბრალა, რაც მაგალითად მე თქვენ ებრძვით კორუფციას და თქვენ დაგარტყათ ტელეპირველს. ბევრჯერ და უსაბუთო. მე კორუფციას ებრძოდით და სად? მარჯვენა კორუფციას და მარცხენას. ასისულეს ლაპარაკობთ. კაი. და რა შეეხება, არის ერთი წამი გავიკეხა ნოდარი მოიშორეთ ყურიდან თუ შეიძლება და ისე გამეცით პასუხები იმაზე, სად მეძებეთ. ბატონო მამუკა გავიგეთ. თუ შეიძლება, ეხა უყურეს. პასუხი გაინტერესებს? ტელეპირველს არ აინტერესებს პასუხი, იმიტომ რომ ნოდარ მელაძე ყურში კარნახობს რაღაცეებს და ეხა მებრძვის უკვე ტელეფონის მეშვეობით. პირველი, კიდე ერთხელ ვიმეორებ. ჩართეთ, აბა. ჩართეთ. თორნიკე რიჟვაძეს დღეს პირველების კითხვების პასუხად მოუწია ეღიარებინა ის, რომ თორნიკე რიჟვაძე თანამდებობის დატოვების შემდეგ მასთან კავშირზე გადიოდა. ყოველ შემთხვევაში მამუკა მდინარაძემ ორჯერ კომუნიკაცია, რომ მათ შორის შედგა, ეს დაადასტურა. თქვა, რომ საუბარი კორუფციასთან დაკავშირებით არ ყოფილა და თორნიკე რიჟვაძე ცდილობდა მოესმინა, რას ფიქრობს მამუკა მდინარაძე, რომ აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა კარიერა დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელოს. ამის შემდეგ უკვე ტელეპირველი სვამს კითხვას იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა შემთხვევა, როდესაც თორნიკე რიჟვაძე ურეკავდა მამუკა მდინარაძეს, თუმცა ის ტელეფონს არ პასუხობდა. თავდაპირველად მდინარაძემ თქვა, რომ ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, თუმცა დამაზუსტებელი კითხვის დასმის შემდეგ მან აღნიშნული ვეღარ უარყო და თქვა, რომ შესაძლოა ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა ამის გახსენება მას არ შეუძლია. რიჟვაძესთან კომუნიკაცია როდის მოგვიყევი, აბა? ბევრჯერ მქონდა თორნიკე რიჟვაძესთან კომუნიკაცია. და შენ მაგ ძველ ბიჭურ ტონს, რომელიც არ გიხდება, ძალიან თავი დაანებე. ორჯერ მქონდა კომუნიკაცია. მერე? აბა ეს მითხარი რატო ნოდა, რატო ნერვიულობ? ნუ კითხვა არსებობს და გპასუხობ. ხო, მერე? ბევრჯერ მქონდა ძალიან თორნიკე რიჟვაძესთან. რა თემაზე გქონდათ კომუნიკაცია? არა იმაზე, რაც შენ გაინტერესებს. არა კორუფციაზე, რაც არ დამებრალებია მისთვის არასდროს. შენ საიდან თქვენ საიდან იცით? რა თემაზე გქონდათ კომუნიკაცია? არა იმაზე, რაც აინტერესებს მედიას და საზოგადოებას. დასაგებია? რა თემაზე იყო კომუნიკაცია? რისთვის გირეკავდათ? რისთვის მირეკავდა და ქონდა კომუნიკაცია სხვა საკითხებზე, მათ შორის მის დიპლომატიურ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით, ჩემს აზრთან დაკავშირებით. გირეკავდა და თქვენ ტელეფონს არ პასუხობდით. არა. მერე ნოდარ შემომავალი ზარი უპასუხო თორნიკე რიჟვაძისგან. შემომავალი ზარი უპასუხო შეიძლება მქონდეს ისეთი ხალხისგან, შენ რო ვერ წარმოიდგენ ნოდარ. ამიტომ ეხა დაწყნადი, დამშვიდი და საღამომდე რასაც მოგავთ გაუშვი. თუ არ იყო ასეთი ზარი? არ ვიცი, შეიძლება იყო კიდევა, შეიძლება არ იყო. უპასუხო ზარი მაგ ჩემი უახლოესი მეგობრების და შეიძლება პრემიერ-მინისტრის უპასუხო ზარი გაჩვენო ეხა და შეიძლება მერე გადაურეკე. შეიძლება. აი ეს დეტალები. რაში ჩემი იხლათები ნოდარ? არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. ეს დაკითხვა ემსახურება შენს აგენტურულ სპეკულაციას იმასთან დაკავშირებით, რომ
რომ დააბრალო შენი დანაშაულის სხვას, ჩემი პროპაგანდა კი არ არის. შენი დანაშაულის სხვას დააბრალო, აი ეს არის შენი ჟურნალისტის უპატივცემულობასთან ერთად, არა გავიგე ხარ, ერთი წამი კითხვას ხომ მისვავთ. დავამთავრებინეთ. ერთი წამით. კითხვაზე პასუხი გაინტერესებს? გაინტერესებს კითხვაზე პასუხი? მაინტერესებს. შენგან გასხოვით საათი ავღელავ და თქვენობით საუბარზე თუ გადახვევ მეც იგივეს გავაკეთებ. მე ვღელავ? კი, ძალიან. 15 წელია გიცნობ, მანამდე სანამ დეპუტატი გახდებოდი და როდის ღელავ, როდის ნერვიულობ და როდის გამოდიხარ წყობიდან ზეპირად ვიცი. და მე როდის კაი, უკვე სასაცილოა. დაახლოებით ერთკვირიანი გაუჩინარების შემდეგ მამუკა მდინარაძე ტელეკამერებთან მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ლევან ხაბეიშვილმა პირველებისთვის მიცემულ ინტერვიუში მდინარაძე დაადანაშაულა თორნიკე რიჟოძის წინააღმდეგ მოწყობილ ტერორში.